ვიჭკუა. საღამომშვიდობისა მეგობრებო, როგორც ჩანს მოგენატრეთ. ზოგიერთმა მიყურეთ, ზოგიერთმა ვერ მიყურეთ, ზოგიერთს მოგენატრეთ სად ვარ, ასე შემდეგ მე დავბრუნდი სახლში მეგობრებო. სახლში ვიბანავე და ახლა თქვენ გესაუბრებით. ეხლა მე გავაკეთებ მესამე დღის მიმოხილვას. ძალიან საინტერესო ჯიმი ბუშ კუნტელაბაიო. ხო და ასე რომ მესამე დღის მიმოხილვას გავაკეთებ მე ჩემო ოქროებო. მესამე დღე ასეთია მეგობრებო. დაღლილი ვარ, მაგარი. თან ვისვენებ, თან თქვენ გეჭორავებით, ახლა რა ხდება? ჩემი შთაბეჭდილებები. მოიცა ერთი წუთი მოვეხმარები ჩემ ბაჭკუნას. აი ეს. ხა ნახეთ როგორი ვითარება. ვითარება ასეთია, რომ ძალიან საინტერესო ვითარებაა, როგორც ნარიმანის კარზე, ისე საქართველოს მასშტაბით რა და ეხლა მოგიყვებით ნარიმანის კარზე რა საკვირველებები ვნახე მე. ნარიმანის კარზე ვნახე საკვირველება, კაბიანი მამაო ჩაცმული, გადაცმული, ალბათ შოუმენი. როგორ ეუბნებოდა ქალს მე აქ რაშუაშია მანდილოსნებიო. გადაიწიეო, აქ უნდა დასივრცე მივცეთ მამაოსო, სივრცე უნდა კონდესო მამაოსო, გესმის? კაბიანი, ხიპიშა, ნიკუშა. ხო და ეს კაბიანი ნიკუშა ტიპუშა ეუბნება რა, იქ მაგარი ტიპი გოგო, რო ის გაანებეო თავიო, ჩავაო თავი, სიტყვა თქვაო და ჩავაო ჩემზე, გესმის? ნუ ის გოგო ეხლა მიცნობს მე და იცის. არ ჩავაო. რა იცი მეთქი, რო არ ჩავა. რატო უსწრებ დროს? არ ჩახვალო. ჩავა მეთქი. სიტყვის კაცი ვარ. ხო და მოკლედ ერთი სიტყვით ისე მოხდა რომ აი ამ კაბიანმა ნიკუშა ტიპუშამ ინერვიულა რომ იქ სივრცე არ შექმნოდა მამაოს რა. სივრცე თუ არ ეკნეოდა მამაოს ჩანთებს, გული შეგვეხუთებოდა ყველას. მამაოს ჩანთები ადამიანებზე ნაძვის ხეზე უფრო მნიშვნელოვანია, გესმით? კაბიანი ნიკუშა ტიპუშას თავში. ხო და ეხლა ნახეთ, საკვირველება ის არის, რომ სხვათა შორის ჯვარზეც იგივე ვითარება გაიმართა. მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, რომ მამაოს არ შეეშალოს ხელი, მაგრამ ის ადამიანი, ვინც ამ ხელს იუდეური წესით იმის წირვის აღვლენაში, იმას ყურადღება არ ექცევა ძმა. იქ სულ ერთია, ვინ რას იტყვის, ხმამაღლა მამაოს წინააღმდეგ არავინ არ უნდა გავიდეს, გესმით? ვინც ხმას ამოიღებს მამაოს წინააღმდეგ, უშიშროება დააპატიმრებს, გესმით ხალხო? ქრისტეს ვეთაყვანებით და უშიშროებას ვრევთ, გესმით ხალხო? იქ მთავარია, ეხლა ნიკაპი იმიტომ გამოვიწიე, რომ ეგეთი ტიპები ლაპარაკობენ დღეს რა. დღეს ეგეთ ტიპებს მიყავთ ბაზარი რა და ესე ველაპარაკები რომ გაიგონ კარგად მაგათმაც. თორე ესე რომ ლაპარაკობ ესე არ ესმით. ხო, ეხლა რა ხდება? ვითარება ესეთია რომ აბსოლუტურად ამოყირავებულია რეალობა. რეალობა არის ისეთი, რომ ადამიანები წირავენ ქრისტეს, იცავენ ქრისტეს, ურტყავენ ქალებს, ვითომ ქრისტეს იცავენ, დახლებს იცავენ ეკლესიაში და ურტყავენ ყველას, ვინც ამის წინააღმდეგ რამეს იტყვის. ოღონდაც მამაო იყოს კარგად, გესმის? და თუ მამაო კარგად არის, ეკლესიაში ეშმაკსაც უროკოვია რა. ეგ ჩვენ ფეხს ვკიდია, მთავარია მამაო იყოს კარგად და ის ხელთასმა, რომელიც მოეშვა და დაიხუია ხელთასმა მამაო იუდეური წესით, მთავარია ეგ თასმა იყოს კარგად შეკრული რა. და ის გოგო რას იტყვის სამშვილიანი დედა თავის მეუღლით, სფეხზე მკიდია ძმა. ჩემი მამაო, ბიჭო, როგორ შეურაცხყოფ ჩემი მამა?
აი ესეთი ვითარებაა საქართველოში მეგობრებო, არა მხოლოდ ჯვარზე, ეს არის სრულიად საქართველოს ეკლესიის სახე. აბსოლუტურად სიმართლეს გიყვებით ჩემი გამოცდილებიდან ძმა. ხო და იქ ქალია, კაცია, უკვე ძედ ვიქეცით ყველა ქალი, იმიტომ რომ არც კაცი ინდობს ქალს და არც ქალი ინდობს კაცს, იმიტომ რომ ჯერ კაცი ურტყავს, მერე ქალი ურტყავს და მოკლედ ესეთი ჭიდაობა გაიმართა რა. მაგას რა ჯობია ძმა, ჩვენ ძეებად გადავიქეცით უკვე ძელებად ქალები. თუ ქალი არ იყვირებს, იქაც ეგრევე გაუჩალიჩებენ ძმა. ესეთი ტიპებიან, გამოდი შენ გვერდზე, გამოდი შენ გვერდზე, ჩემ ქორს ეუბნებოდნენ. შენ გვერდზე გამოდი. წამა გაგეჩიათ იქ საქმეები, რამე ხო არ გეშლება შენ. ცოტა ისე ვიბოხებ ახლა ხმა, რამე ხო არ გეშლება ბიჭო შენ. ეგეთი ხმებიც არა აქვს რა, ეხლა დავიბოხე. ეგეთი ხმები, ვაშკაცური ხმებიც რო გქონდეთ, კიდე არა უშეს. აი ესეთები არიან ძმა, ესეთი რა შეხვახებენ რაღაცებს. შენ ვის უბედავ ბიჭო, მამაოს რას უშლი ხელს? ალაოდ ხوره ხა ძმა. სამწუხაროდ მეგობრებო, სამწუხაროდ ესია რა. იგივე ვითარებაა მან არიმანის კარზეც. აქ მამაო სივრცე უნდა შეუქმნა, ჩადით დაბლა, ჩაერეკეთ, თქვენი დედაც ჩაერეკეთ. და კაბა აწვია ტიპს რა, და წვერები აქვს და რაღაც კიკინა უკეთია. და იქ ქალები დგანან, იქ ხიპიშობენ. აქ აბა, ამავედი 5 დღეა აქ დგავარ, ძმა, შენ ეხლა მოხვედი, გაიციე აქეთ, შენ აძვისხებ შენ. ხო და ესეთი, იცით რა არის, მეგობრებო, ეს არ არის ვითარება, რომელიც მარტო ნარიმანის კარზეა, ეს არის სრულიად საქართველოში ესეთი ვითარება. დიახ. ფული მაქვს მე ვიყიდე მამაოს რაღაცეები და ჩანთაში რო ალაგია, ეგ ჩემი ფულით არის ნაყიდი. შენ ვაფშე ვიხარ, გაიციე გვერდზე? გადარდებს რა, მე ქრისტესთან დავდექი აქ. ეს ჩემი ადგილია, ქრისტეს გვერდზე ვდგავარ, შენ ვაფშე ვიხარ. წადი აქ მოუსვი, დავაი. ხო და აი ეგრე არის რა, იგივე სიტუაცია ანალოგიური როგორც ჯვარზე, ის ქალი ის ძალიან ჭკვიანი ვაჭარი ჯვარზე რო იყო, მამაოს სიტყვასაც არ დაემორჩილა. ნუ გაანებეო, ნუ რეკავ პატრულში. არა, პატრული უნდა მოვიყვენო. აბა როგორ გონია აქ რო ყვირის? ხმამაღლა დავაფიქსირე ჩემი სიტყვა 50 კაცში. იქ არ მიყვირია, მაგრამ ვაჭარი ტიპი ქალი ქრისტეს მსახურებაშია. ქრისტეს მსახურებაშია, ხო? ქრისტეს მსახურებაში არიან კიდე ის ხალხი, ვინც მაგარი ტიპი ჯიპებით დაიარებიან და ჯიბეებში უდევთ პაჭკაფულები. ძმა, და ამ პაჭკაფულებს გაჭირებულებს კი არ უგდებენ. იცი ვის უგდებენ? თავიანთ ბრატებს ძმა. მიდი კიდევ ერთი ნარკოტიკი გააჩალიჯე რა, კარგი იყო, საიდან დაითრიე? მოდი ნაკურთხია. ხო და მაგათმა არიციან, რომ იქ დაფარულში დიდი ძალა გროვდება, დიდი ძალა დგება, დიდი ქრისტეს ძალა დგება ერთად. ხოდა ეს ხიპიჩა ტიპები მამას გაუთავისუფლეთ, აქ ძმა აქ უნდა იყო ჩანთები, უნდა იდოს. და ამოაქვს ჩანთები, ამოაქვს ჩანთები და მე ამობრძანდება ქალბატონი ლუიზა და დაბრძანდება თავის ადგილზე, სადაც მიფსმულია. გესმით? იქ უკვე მიაფსა ლუიზამ და იქ ლუიზას მიფსმული ადგილია. იქ სხვა თუ გაეკარება,
დედა ეტირება, კაბიანები ჩამოხსნიან, თავს დაუჩეჩქვავენ, დედას უტირებენ, ქრისტეს ემსახურებიან ძმა. ლუიზა ყავთ, დედოფალი. არა, ეხლა ლუიზას ირაბრალია ისაწყალი თვითონაც ალბათ ვერ ერკვევა რაშია საქმე რა. იქ რა ხდება. ეგრეა საქართველოშიც რა. აზე არ არის ხალხი, ვინ სად როგორ მსახურობს რა. აზე არ არის ხალხი. არც უნდათ მაგის ტვინის განძრევა. მთავარია კარგად იყოს ილია. მთავარია თბილად იწოს ილია. მე მგონი თბილად კი არა გაყინული ყავთ უკვე, იმიტომ რომ ახალი წელს ვეღარ მოულოცა თურმე საზოგადოებას და ვეღარ მოულოცა, იმიტომ რომ ალბათ უკვე არია უკვე და გაყინული ყავთ და როცა მოუნდებათ, მაშინ გამოაჩენენ და გაალღობენ მის გვამს. ხვდებით და ასე რომ ჩემო კარგო, მეგობრებო, ლიკა ვიცი უსაყვარლესი რო ვარ. ვიცი ძალიან საყვარელი გოგო რო ვარ, ამიტომაც ვსაუბრობ. ხო და მოკლედ ზაზა საგიჟეთია ზუსტად, საგიჟეთია და საგიჟეთში ისე უნდა ილაპარაკო, როგორც გიჟებს შეშვენით. მე შენს გიჟს გიძახიან და მე რა, გიჟები გიჟებთან. გიჟურ ენაზე. ხო და მოკლედ ერთი სიტყვით, რამდენი ერთი სიტყვა ვთქვი, წარმოიდგინე. უშიშროებაზე ვიკაიფე რა, უშიშროება ძალიან სერიოზული ხალხი. 5 ადამიანი იყო, არც ერთ არ იცვა პატრულის ფორმა რა. იგრევე უშიშროება გაიჩიტა, ჯვარზე ამოვიყვანე აზე ხარ? ღმერთმა სად ამოიყვანა ისინი. ხო და არა, 5 კაციდან 4 იყო ძალიან სერიოზულად ისა როგორ გითხრა, ზრდილობიანი და აი ძალიან კარგად მესაუბრა და ერთმა ვერ მოითმინა. ხელი არ მოუწერე გესმის და ვერ მოითმინა. და ჩდებოდა მანქანაში და არ დავინახო რომ საპატრიარქოში შეუშალო ხელი წირვას. რა მეთქი რა, თქვენ მიბრძანდებით მეთქი? რაც გითხარი ის გაიგე, ეგრე. მეთქი ხელი ვის შეუშალე. ეს ხელი შეშლა, მეთქი ჩემი აზრის დაფიქსირება. თუ მეორედ შეუშლით ხელს, კიდევ მამაოს წირვაში ხელს, მერე სხვა იმებს მიმართავთ, ზომებს მიმართავთ. მეთქი რა ზომებს მიმართავთ? როგორი ზომებიც იქნება, მისამართი ისეც. გააჩნია რა სახის იქნება. პროტესტი. ოკეი, მეთქი, მადლობა, გაფრთხილებისთვის, დიდი მადლობა. ხო და ეს Facebook-ელი მეგობრები მელოდებიან, ახლა კიდე რას გააჩალიჩებს თამარი, აბა? ვნახოთ აბა რას იზას თამარი და ჩვენ უყუროთ მარტო. ჩვენ სახში ვიждეთ თბილად და ვუყუროთ. აქედან ტაში ვუკრათ. თქვენზეა საუბარი ახლა ვინც ვიყურებთ. ხო, კიდე რას გააჩალიჩებს ნეტა თამარი და რას იგიჟებს მოიგონებს თამარი, ხო? ნეტა როგორ მაინტერესებს თქვენს როდის დაიწყებთ ესეთ სიგიჟეებს? აგერ ჩემო კარგო, ნარიმანის კარიდან ყველა ვინც ნორმალურია იქ არ მიდის. დარწმუნებული იყავით რომ იქ არ მიდის. მე რომ არანორმალური ვარ, ეს კარგად იცით, მაგრამ ღმერთმა დამიფაროს ნორმალური ვიყო, იმიტომ რომ ნორმალური რო ვიყო თქვენაირი ვიქნები. ამიტომ მე ვარ არანორმალური და არანორმალურობა ცუდი არ არის ნამდვილად. ხო და ეხლა მომივიდა აზრები თავში რა. ეხლა მინდა გითხრათ ზუსტად ის რაც მომივიდა აზრი თავში. ხო და ნარიმანის კარზე დაახლოებით 50 კაცი რო იდგა, აქედან მარტო 10 იყო აგრესიული რა. 10 ხო აგრესიული იყო და აი ამ ხალხს ახალ მოსულებს ვინც დაესია და ვისაც ვიცავდი მეთქი გაანებეთ ამას ესეთი ვითარება აქვს და ეს დანარჩენები იყვნენ მუნჯად, ჩუმად რა, არ ინძრეოდნენ, თავიანთი ადგილები აქვთ, განაღდებული, всё რა, ფეხზე კიდია ცხები.
ხო, ეხლა იცით რა არის? აი ძალიან პირდაპირი ვარ და თუ გულზე მოგხვდათ, ესე იგი სიმართლეს გეუბნებით და თავი უნდა გამოასწოროთ, მე კი არ უნდა გამიბრაზდეთ. ხო და საქმე იმაშია, რომ აქედან 1 და 2 ადამიანი იცავდა მარტო ამ ახალმოსულებს, რომლებიც პრინციპში ადგილი იყო იქ ადგილი და ვიღაცა 5 დღე ელოდება თუ 10 დღე იქ არ ჩანს და როგორ ელოდება, სად ელოდება, მე რა ვიცი, ვერ ვხედა. ხო? მე რო ამოდის და ბლატაობს, რომ მე აქ 5 დღე ვიდექიო, ამ ახალმოსულმა რა დააშავა, რომელიც აქ დგას, ეხლა და არ დახვდი შენ მანამდე, ხო? ხო და ეს 50 ადამიანი რომ ესე ნელთბილად დგას და არაფერს არ ამბობს, აი ისინი ხართ თქვენ რა. 2 აქტიურობს, 50 უყურებს. ვითარება იცვლება, როგორ? ნაძვისხეს გადადგავენ. ნაძვისხე წავა, ნაძვისხე აღარ გაჩერდება თქვენთან. ხო და მე ვარ ნაძვისხე, როგორც აღმოჩნდა მე ვარ ნაძვისხე. აბა მომრთეთ ეხლა მეგობრებო, მომრთეთ. ეგ მაინც გააკეთეთ. აქ პამადა წამაცხეთ, რაღაცეები წამიშვით, მაკიაჟი, ხო და ლამაზი ნაძვისხი გამოიყვანეთ რა აქედან. ხო და ისა რა ქვია. დღეს ისიც გაჟღერდა. უი, მართლა არ მithქვავს მე თქვენთვის. რა გააჟღერა, ნიკოლოზმა ისაუბრა, ეჩხუბებოდა სახში ვიღაცეებს. და ესეთი ხმა გამოდიოდა, სანამ მივხვდით, რომ ვიღაცას ეჩხუბებოდა, ყური რომ მივადით, მე რა ხდება. ვიღაცას ეჩხუბებოდა და მერე მოხვალ აზრზეო რა, რაღაცას გაგიჩალიჟებ და მერე მოხვალ აზრზეო ვიღაცას ეჩხუბებოდა რა. ხო და მაინტერესებს ახლა ნეტა ვის გაუჩალიჯებს იმას, რასაც ემუქრებოდა. მანამდე მე გავაგზელებ ერში რაღაცებს. ეხლა შეიცვალა, ხო იცით ვითარება, რაც ერში ხდება, რასაც ერში მევაკეთებ, იქ ხდება ნარიმანის კარზე. ადრე პირიქით იყო, რასაც ნარიმანის კარზე აკეთებდნენ, ის ხდებოდა, მე იმას მევაკეთებდი. ეხლა მე რასაც ვაკეთებ, ის ნარიმანის კარზე გავუსწარი ცოტა რა, ნარიმანის დროს, იქ ყოფების დროს და რატომღაც არ მოეწონათ ეს იქაურებს. არ მარიაჟობ, მართლა არ მარიაჟობ. რატო გავუსწარი თუ იცით? იმიტომ რომ სხვანაირი ვითარებები წავიდა, იქ გადალაგდა დღეს. დილით არ გამოვიდა ნარიმანი. ლაპარაკი, სულ ლაპარაკობდა ნარიმანი, სულ ლაპარაკობს. მაგრამ ამათ არ ელაპარაკება ვინც იქ დგას. ხო და ეხლა რა მოხდა რა? ნარიმანმა დღეს რაღაცეები შეცვალა რა, გეგმები შეცვალა. დილით არ გამოვიდა, ნაგავი არ გამოიტანა, ეს უკვე გეგმები შეცვალა და მე არ ვიცი დღეს რა მოხდა. ლუიზა ალბათ იქ ადვილად ვერ დააყენეს რა. ხო და მოკლედ ერთი სიტყვით, ერთი ამბავი იქნებოდა, კიდე გასარკვევია რა მოხდა იქ, ვიდეო არ მინახავს ჯერ. ხო და ეხლა ისინი რაღაცა გამოსავალს უპოვიან, რაღაცა რატო შეცვალა ნარიმანმა გეგმები, ამიტომ და მე გეტყვით რატომაც. გეგმები შეცვალა ნარიმანმა, იმიტომ რომ თავის კარზე არც ერთ თავისიანს აღარ გააჩერებს, იქ დადგებიან მხოლოდ ნარიმანის მკვლელები და ნარიმანის მწვალებლები რა. ეგრე უთხრა ერთ-ერთს. ხო და იქ რო დარჩებიან მხოლოდ ნარიმანის მწვალებლები, აი ისინი ითამაშებენ მე მარიონეტებს, ნარიმანის მარიონეტებს და ჩვენ უკვე ერში გადავიდანთ ყველაფერს და მე ეგ იქნება რა და პირიქითაც მოხდება. რაც ერში მოხდება, მე ის ნარიმანის კარზე მოხდება და ასე ვითამაშებთ აქეთ-იქით იმას რა ქვია, პინგ-პონგ. ხო და ეს რატომ ხდება? მარტო მე და ნარიმანმა ვიცით, რო იცოდეთ რა. ხო და კიდე იმათმა, ვინც კონტაქტშია ნარიმანთან ტელეპათიურად და ვინც ვერ არის კონტაქტში ნარიმანთან ტელეპათიურად, ის კი დგას იმ კარზე, ნაძვისხის გარეშე. გაითვალისწინეთ, ახლა ისიც გადათარგმნეთ, ერში რა ხდება, მე რო ამას ლაპარაკობ რა, ერში რა ვითარებაა, ეხლა რაც მოვყევი. ნაძვისხე რას ნიშნავს, ნაძვისხის გარეშე ვინ დარჩა,
რატომ შეიცვალა გეგმები, ვინ არის ნარიმანი, ვინ ვარ მე და ასე შემდეგ. გაიაზრეთ ცოტა ყველაფერს ხო არ გეტყვით პირდაპირ. არ შეიძლება მეგობრებო პირდაპირ თქვა, როგორც კი გეტყვით პირდაპირ, ეგრევე ბოროტს აქვს ჩვენი გეგმები ხელში და არ შეიძლება ბოროტ ჩაუგდო გეგმები ხელში ხომ გითხარით. თუ გინდა რომ ბოროტმა ნერვებზე შენს ნერვებზე არ ითამაშოს, შენ უნდა ითამაშო ბოროტის ნერვებზე. ხო და არასდროს არ უნდა გაუმხილო შენი გეგმები ბოროტს. არა, მე ერთმა მკითხა, აბა აქ რო ხარ უკვე რო დგახარო, მე ეხლა თუ დაასწრებ ბოროტს, ეგ სხვა საკითხია. თუ დაასწრებ ის ერთ დღეში და ორ დღეში გეგმებს ვერ აწყობს მეგობრებო. მაგრამ როგორც კი ორ დღეში უკვე გეგმას დააწყობს, შენ უკვე სხვაგან უნდა იყო. გესმის? და მე იქ სანამ გადააწყობს გეგმებს, მე იქიდან კიდე სხვაგან უნდა იყო. ვერასოდეს ვერ უნდა გაიგოს ბოროტმა და უნდა გდიოს უკან. შენ კი არ მიდიო უკან. იმან უნდა გდიოს უკან. ხო მიმიხვდით რას ლაპარაკო? ხო და ეს გეგმების შეცვლა მოხდა მეგობრებო დღეს ნარიმანის კარზე. ვინც მიხვდა, ვინც ვერ მიხვდა, ისევ იქ დგას და ჩხუბობს. რა კარგია ეს ცხოვრება. რა კარგია ცხოვრება. ხო, ერთხელ ძალიან მაგარი ძალიან მაგრად დამლოცა ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელიც ჩემზე იყო გაბრაზებული და აბა თუ იცით გამოიცანით რა დალოცვა გამომიგზავნა წერილობით გამომიგზავნა ესეთი დალოცვა. სიკვდილი დაგდებდეს უკანო. მეთქი ამაზე უკეთესი არაფერი არ შეიძლება უსურო ადამიანს. რატომ იცით? ვერასდროს დაგეწევა, სულ უკან დაგდეს. გესმით რა შეასაქმე? თუ გესმით კარგია. ასე რომ მეგობრებო, ასეთია ცხოვრება. ნეტავი ხმას არ გამოიტანენ, ილია გაიყინა თუ გალღვა. გაყინული ყავთ თუ გამღვალი, აბა გვითხრით. ილიას ფანებო, გაგვიმხილეთ. თიანეთში რო ყავდათ გადაბრძანებული. თოვლი არის იქ, აღარ მოუნდებათ იქ რაღაცაში გაყინვა, იქვე თოვში ჩადებენ და გაყინული ეყოლებათ თუ რამეა. ხო, რატო იცით? რაღაცა ესე გავიგე ნარიმანის კარზე, მე არ ვიცოდი. 26 წლის წინ ადრინდელი ვიდეო დაუფეიქებიათ, ვითომ ეხლა მოგვილოცაო ილიამო და მერეო გააცხადაო საპატიო რქომა, რომ ესო ის იყო რა ვიღაცამ დააფეიქაო და ჩვენ არ ვიყავითო ესო და ილია აღარ ლაპარაკობს, ვეღარ ლაპარაკობს. შანსი არ არის, აი აღარ მოგილოცავთ ახალი წელი ქართველებო. გაგაცრუათ მამამ. თუ ვეღარ მოგილოცავთ ახალი წელი. ნანახი გექნებათ ალბათ ეგ ვიდეო, მე ჯერ არ მინახავს რომელ ვიდეოზე იყო საუბარი, მაგრამ ინფორმაცია მოვიდა, თურმე გავცელდა Facebook-ში, რომ ილია ულოცავს ხალხს ახალ წელს და ეს ვიდეო არის რამდენიმე წლით ადრე გადაღებული, ვიდრე ისე როგორც გაყიდეს რა, რომ ვითომ დღეს გააცხადა ილიამ. მარინა ზარქუა, დიდი მადლობა ქრისტესშობას გილოცავთო. ქრისტესშობას გილოცავთ მარინა. ეხლა არის ზუსტად 11 საათი და 10 წუთი და ძალიან მალე დაიწყება შობა ახალი წელი მერე. შობა ეხლა დაიწყება. და ხო, და გიმღერებთ ერთ სიმღერას. ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს თუ ბალიშის ქვეშ შეყო პატარა ხელს. ნახავ ჯადოსნურ საჩუქრებს, მინდა რომ შენც იყო ჩემთან, თუ მეც ვიყო შენთან, რაღაცა ეგეთი სიმღერაო. შენც იყო ჩემი, თუ მეც ვიყო შენიო, ეგეთი სიმღერა, როგორც კიდათ მეგობრებო. საინტერესო კიდე ის მოხდა, რომ დღეს ერთ ძალიან საყვარელ ადამიანს გავუწიე რა გავუწიე? მეგობრობა გავუწიე. ანუ დავმეგობრდით ესე რომ ვთქვათ. და მოვისმინე ძალიან საინტერესო ისტორია.
ამ ისტორიამ ჩემი ცხოვრებისეული კითხვების პასუხები მომიტანა. ანუ ჩემს ცხოვრებისეული კითხვებზე პასუხი გამცა. ასე რომ მე მას გავეცი პასუხები და მან მე გამცა პასუხები და ძალიან საინტერესო ისტორია იყო 2 საათი ვისმენდი და ყურებს არ ვუჯერებდი რომ მე ეს ისტორია ახლა მესმის. ხო და მინდა გითხრათ რა რომ აი ეს მინდა რომ მეც ვიყო შენთან თუ ეგეთი რაღაცა სიტყვები ხო ტყუილი დაწერილი არ არის ეს არის გულიდან წამოსული სიტყვები მეგობრებო ან პირიქით მინდა რომ შენც იყო ჩემი სულ ერთი ახლა ამას როგორ გადმოვაკეთებ ერთი და იგივე აზრია ამაში და აი ამ ერთი და იგივე აზრში მეგობრებო აი ნათესავი სულები რომლებსაც ერთად ყოფნა სურთ და აქ მთელი მურმანის ეკლები არიან აღმოცენებული, ხო? აი ეს მურმანის ეკლები არის გასასუფთავებელი გვაქვს მურმანის ეკლები კიდე რა. სრულიად საქართველოში. ხო და ეხლა თქვენ ალბათ იფიქრებთ რომ რა არის ეს მურმანის ეკალი? ეს მურმანის ეკალი არის ის რომელიც ხელს უშლის მონათესავე სულებს ერთად ყოფნაში. აი ეს მურმანის ეკლები არის გასაწმენდი. და სამწუხაროდ ამ მურმანის ეკლებს დღესდღეობით ძალიან ბევრი ჯადოქარი ხელს უწყობს იმაში, რომ ხან ჯადო გაუკეთოს, ხან ჩხიბაობა გაუკეთოს, ხან რაღაცა, ხან ის, ხან წყევლა, ხან ეს, ხან ის და აი ესენი არიან ეს ჯადოქრები თავის მურმანის ეკლიანებად გასაყრელები საქართველოდან. ხო. ჩემი აზრით ჯადოქრობა უნდა იყოს კანონით დასჯადი. კანონით უნდა ისჯებოდეს ჯადოქრობა. როგორც კი ჯადოქარზე ხილებული იქნება, რომ ამან გააკეთებინა ჯადო, უნდა იყოს სულ ცოტა 20 წლიანი თავისუფლების აღკვეთა. ქრისტესობას გილოცავთო. მადლობა ლილი. მეც გილოცავთ ქრისტესობას აქედან. ხო და ჯადოქრობა უნდა იყოს ეხლა ნახეთ ზოგიერთ ადამიანს კეთილი გონია თავი, როცა ჯადოქართან მიდის და შეუკვეთავს რაღაცა შურისმაძიებელ რაღაც ჯადოქრობას. და ჯადოქარსაც კეთილი გონია თავი, თუ კაცმა ხალი გაამწარა, იმას მერე ესე გადაუხდის და ეს ამის ძალაუფლებაშია, ამ ჯადოქრის ძალაუფლებაშია და დასაჯა ის კაცი. ან პირიქით, ან ხალი დასაჯა, ან ბებია დასაჯა, ან დედა. ნუ აქ ძალაუფლების ის მიდის რა თამაშები რა და ჯადოქრობა დასჯადი უნდა გახდეს, რადგან უდიდესი ცოდვა ამ მკვლელობის დარი, ხო? დარეჯან. კი, გეთახმები. უნდა გახდეს აუცილებლად დასჯადი. არა ეხლა ის ცეცხლზე დაწვით, ნამდვილად მაგას არ მოვითხოვ, მაგრამ აუცილებლად უნდა ჯადოქარი, მაგრამ ჯადოქრების ეშინიათ აბსოლუტურად ყველას რა. ხო და ჩემიც ეშინიათ, იმიტომ რომ გონიათ რომ ჯადოქარი ვარ. აი და სინამდვილეში ჯადოქარი კი არა ვარ მეგობრებო, იცი ვინ ვარ? მე ვარ ქრისტეს საყვარელი შვილი. ხო და ის რაღაცები რაც მოსდით ხოლმე მე ჩემს წინააღმდეგ თუ რამეს გააკეთებენ, მაგათ გონიათ რომ მე ვჯადოქრობ. არა და სინამდვილეში თვითონ ისჭიან თავის თავს. ეს ჯადო მე ვერ მეკარება და მაგათ მისდით უკან. ხო და თვითონ ეცემათ ხოლმე ელდა და ეკარგებათ ფერი. ხო და გონიათ რომ სტრატეგიული ჯადოქარი ვარ. საყვარლები, ძალიან საყვარლები. ქრისტესობას გილოცავთ ეკალი, ანუ ენა კალი მოკალი.
ლიკა თავისუფლების აღკვეთა კი არა ეკლესიისგან განკვეთა და შეჩვენება ანუ ხილებული სატანისტურ მსახურებაში მე ვერ ხვდები ჯადოქრობა რატომ არ არის, ანუ ჯადოქრები პირდაპირ მკვლელობებს ჩადიან და რატომ არ არის ეს განხილვის თემა, მე ვერ ხვდები რა. კანონით რატომ არ ისჯება ასეთი რაღაცები, მე ვერ ხვდები მართლა უგონთ. ეხლა ყველა მიცის, აბსოლუტურად ყველა მიცის, რომ ჯადოქრობა არის რეალური და ჯადოქრები კლავენ ადამიანებს და ჯადოქარი ქილერები არსებობენ და ესეთი დაქირავებული ყავთ უშიშროებას და მე ვერ ხვდები ამას რატომ არ განიხილავს საქართველოს ან ეკლესია ან კიდე ჩვენი პარლამენტი. ჩვენი პარლამენტიო ვიჯახით და ჩვენ ვართ პარლამენტის შვილებო ჩვენთვის პარლამენტი კი არის უნავს ჩვენს რუნავთ პარლამენტზე ჩვენ მოვგვარებთ საქმეებს და საზღვარგარეთ წასული დედები უგზავნიან ფულს რომ ისინი კარგად იყვნენ კარგი ჯიპები ატარებენ კარგი სვენ კარგი ჭამან და კარგი ჯოვანი რა ხდება ჯოვანი რა საყვარლობაა ჯოვანი ჭამე ჯოვანი ჭამეთ გაიზარდეთ ეგ მუცლები გაიზარდეთ თორე დაიწყება შიმშილის დღეები და მე ამ მუცელში გექნებათ ეს სანოვაგე და ის გამოიწოვება მე ამ მუცელში რომ ერთმანეთი არ დავჭამოთ კარგი კითხვა დასვი მედია ვინ უნდა გახადოს დასჯადი თვითონ ჯადოქრობით არიანო და ხოდა მაგითო მეტყობა არ სურთ დასჯა ჯადოქრების დასჯა არ სურთ ალა შენ ხარ ღვთისგან უფალ გაძლევს იმ დიდ ძალას რასაც წინ ვერავინ აღუდგება მე ასე ვფიქრობ დარეჯან კი არ ფიქრობ შენ ხედავ ამას ხედა ხო იმიტომ რომ თვალი ღია გაქვს და ვისაც არ აქვს თვალი ღია ვერ ხედავს კიდათ განახოთ ჩემი პოჭიჭუნა ჩუნჩულა როგორ ჯინავს საყვარლად უი გადმოტრიალდა მეც არ განახეთ მეგობრებო თავნა მადლობა როგორი იუმორისტი ხარ სიამოვნებით გიყურებო აბა ეხლა შენ ილიას წარმომადგენლებს კითხე და იგრუზებიან შენ ვერ წარმოიდგენ როგორ დავგრუზეს მამა ცხვირი რომ მიატრიალა იქ და არ გელაპარაკებიო და ბოლოს მაინც რომ ელაპარაკა და მითხრა რომ 100%-ით მაგარი ხარო ისა მართალი ხარო 100%-ით მართალი ხარო ხო და მართა ლი ვარ მეგობრებო მე ვარ მართა ლი ალბათ იცით ვინ არის მართა და ვინ არის ლი ხო მიხვდით ხო უი ჩემი საყვარელი ბაშკონჯელა აი ნახეთ როგორ ჯინავს რა ნახეთ ამ პატარა ბაიას როგორ არ უნდა მოიფერო რა როგორ უნდა მოიფერო პუშკუნას ჯადოქრები ჩართულები არიან საქართველოს მოსახლეობის მოკვლის პროგრამაში. საქართველოში ყველა დასაქმებული ადამიანი ჩართულია მოსახლეობის მოკვლის პროგრამაში. კიდე გითხრა ერთი რამ გეორგ
ეგ ხო არის კი ქირაობენ და ფულებს ხარჯავენ და რაღაცა და მეორე ვარიანტი რა ხდება ნახე ღმერთს ყველა თავისი რჩეული ქართველი რჩეულებს ვერაფერს ვერ უზავენ იცოდეთ რა რჩეულები არიან დაცულები ზეციდან იცოდეთ ეს და აბსოლუტურად რაც არ უნდა მჭღიბავი და ჯადოქარი და ქაჯი გაიჩითოს რჩეულებს რასაც გაუკეთებს ის მისდის მჭღიბავსაც და მჭღიბავის შემკვეთელსაც უკან რა და ეხლა დარჩათ მარტო რჩეულები რა საქართველოში და რო ვეღარაფერს რო ვეღარ იზავენ ეგ არის საკითხავი ამაგაზე მეცინება იმიტომ რომ ვეღარაფერს ვეღარ იზავენ და ესე სიტყვასაც ვერ შეუბრუნებენ როგორც იმ მამაომ რო ვერ შემომიბრუნა ჯვარზე ვერც ერთი სიტყვა ვერაფერი ვერ გაბედა რატო იცით მართალი ვიყავი 100%-ით და ისათქმევინა ღმერთმა რაც არის გესმის და ამიტომ მეგობრებო რჩეულებს მივმართავ რა ყველა რჩეულია დარჩენილი და თქვენ იმის არ გეშინოდით რომ ან უშიშროება დაგიჭერთ ან ვინმე გაგწყეპლავთ გაიხსენეთ ბერი გაბრიელის მოკლა რომ სურდათ თავად ღვთისმშობელი გამოეცხადა იმ ტიპს ვისაც უთხრა ამ კაც ხელს დაადებ და დედაბუდიანა ამოწყდებიო გესმის და იცოდეთ რა თქვენს უკან ისეთი ზეციური ძალები დგანან ისეთი ზეციური ძალები გფარავენ ხო რომ აი ხელს ვერავინ ვერ დაგადებს აბსოლუტურად რაც არ უნდა გააკეთოს სახეში რო ულაწუნო როგორც ახლა მე ულაწუნე იმ ბიჭს ხო თვითონ მალაწუნებინა თავი გამარტყიო მეთქი ღირსი ხარ და მეცაც იმსახურებ ამიტომ გაგარტყავ და ხან აქედან უტყი და ხან იქიდან უტყი ასეზე მოვიდა მე ბიჭი გაიყარნენ ეშმაკები მისგან შენ თქვენ წარმოიდგინეთ მაგისმა ძმაკაცებმაც კი კარგი გოგო ხარო ისმით თქვენ ვერ წარმოიდგინეთ იქ რამხელა ისენი რა ქვია ჯადოქრობები მინდოდა მე თქვა სასწაულები დატრიალდა ჯვარზე რა ჯადოქრობას არ ქმევს ზოგიერთი ეგეთ რაღაცას ეხლა ნახეთ საქმე იმაშია რომ აი ხო 50 კაცი იდგა და დაახლოებით 1-20 ტურისტი იქ მაღლა და მამაო იუდეური წესით ესე ხელზე იხვევს იმ რაღაცას და იქ საკურთხევლიდან ფარდა რო ახატეს და ორივე რო იჭყიტებიან საყვარლად იქო კიბებზე ასასვლელია რა და იქ გავარმე და ის მამაოები უცბად ორივე მერტროულად ახატეს ფარდა და გამომხედეს აუ რა საყვარელი დასანახი იყო თქვენ ვერ წარმოიდგენთ ჯერა მამაო ხო დამაფიქსირა რომ თავშალი არ ამაქვს და დგავარ თავშალის გარეშე უცბად ელდაეცა ეხლა მე ამას ვანახე მე კამარიც მოძრა ამ დროს ამ ფიქრებში მე რომ მიყურებდა კამარი მოძრა აქ ცალკე კამარს იმაგრებს იქ ცალკე ხელი თასმა მოძრა და იმ თასმას იმაგრებს ღმერთმა რაც დამანახა აუცილებელი იყო რა და აი ეს თასმას რო იმაგრებდა მარჯვენა ხელზე ხო თქვენ წარმოიდგინეთ სასწაული იყო რა აი ეს რომ დამანახა მე ღმერთმა 19 წლის ასაკში მე რო გერმანიაში წავედი და პირველად გავემგზავრე საფრანგეთში მარტო მატარებელში მაინც ჩემს კაბინაში მოხვდა ერთი იუდეველი ესეთ კულულებიანი ტიპი რა და ისეთი უცნაური ტიპი იყო რომ მე და ის ვზივართ მარტო ამოიღო ამ რაღაცა საათი გახდა დახედა საათს ამოიღო ამ კულულებიანმა ტიპმა ეს რაღაცა ტყავის თასმა იხვია ხელზე აი აქამდე ამოიყვანა და ეს ხელი გაუბუჟდა მე მგონი უკვე და ვფიქრობ კაცო რატო იხოს ახლა ესე თავი არ მოიკრას რაღაცა ვფიქრობ ამოიღო მე წიგნი გადაშალა და დაიწყო ლოცვა და მე მეთქვი ეს ვინ ანუ ისე იუდეველი რო იყო ხო მივხვდი იმ კულუნლებზე და ეს ხელზე გადახვევა რა იყო არ ვიცი იქ დავინახე რომ ესეთი წესი აქვს მაგათ რა არ გავიხედე და ეს ამ ჯვრის საკურთხევლის წინ ეს მამაო არ იხვევს ამ ხელზე ამ თასმას ვა მეთქი ეხლა არის ჩემი არ ვიცი მე კიდე თავი შევიკავე თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა მაგრად რა
ხო და კინაღამ ეს თავისი ისიც გაეხადა ამ კაცს ისეთი ინერვიურა მე რო თავშალის გარეშე დამინახა ეკლესია იმან ხო ინერვიულა სანთლების იმას ვაჭარს რომ მივცხე ეგრე რაც მივცხე ინერვიულა ისეთი ინერვიულა რომ კარგიო კაცო მომაშორო მამაოსაც კი არ დაემორჩილა მომაშორო უნდა დავურეკო აბა რა უნდა გაჩერდიო არ დაურეკო სისანაო თუ რაღაცაზე უნდა გაანებე არ დაურეკო და თავის შეირცხვინეს რა დია ქრისტიანულ ქვეყანაში თავის შეირცხვინეს აბა რა ქნეს ხო და საბოლოო ჯამში მაინც ვერ ამიხსნა მამაომ რატო იხევდა იმ თასმას რა შუაშია თასმა აი დააკვირდით რა დამალ დაფარულში აქვთ ხალხო დაფარულში ესენი თქვენ არ განახებენ როგორ იცვავენ თორე ეს რომ მოძრა და მოერყა ის თასმა ეს მე დამანახა ღმერთმა გესმით იქ ის თასმა ჩვენს წინაშე არასდროს არ იკვრება მაგრამ რომ მოსძრა ეს თასმა და რო ვერ მოასწრო ეთყობა გვიან მოვიდა მამაო წირვაზე და რაღაც გვიან დაიწყო წირვა თუ რა მოხდა არ ვიცი მაგრამ ყოველ შემთხვევაში კამარიც რომ მოერყა და ეს თასმაც რომ მოძრა ხო დავინახე არა ეხლა ეს სხვის თვალში იფიქრებს რომ მამაო იკრავს თასმას რა არის რა თასმას იკრავს ხო უნდა იცოდე არა რა თუნდა იმას 20 ჯერ შემოხვევა იმ თასმას რა თუნდა სამაჯური რომელიც შეკრულია და არ გძრება ხელიდან 20 ჯერ რა თუნდა კიდე შემოახვია თასმა ხო ეს მე დამანახა ღმერთმა 19 წლის რო ვიყავი მაშინ რა ვიცი შეიძლება რაბებიც არ ლოცულობენ თქვენ წინაშე და არ იცით ეს კანონები რა ხდება მათ ლოცვის წინ რა საკეთებენ რა რიტუალებს მე ისიც დამანახა ღმერთმა მუსულმანები როგორ ყოველ 2 საათში თუ რაღაც საათები აქვს ხალიჩა რო დააქვთ თან და რო გაშლიან ამ ხალიჩას და ესა თავებით რო მიდიან მე ლოცულობენ რა მუხრებზე დგებიან და თავებით ტრაკებს მაღლა ასწევენ და თავებს დაბლა დასწევენ და ლოცულობენ ხო და ხა მუსულმანებს რა ვთქვა მუსულმანებიც ადიან 12 საათზე ჯვარზე და იქ ლოცულობენ რო იცოდეთ თავიანთი ხალიჩებით არწივი უნახე დაჭრილი ყვავ ყორნებს ეომებოდა ეცა და ბეჭავს ადგომა მაგრამ ვეღარას დგებოდა ეს არის ჩვენი სახე დღეს ცალმხარს მიწაზე მიითრევს ცალით რა შვებოდაო სისხლის ცალმხარს მიწაზე მიითრევს ცალი რაღაცა შემახსენეთ რა ეს ლექსი იცით ვინმე შემახსენეთ აი ამ მონაკვეთში ცალმხარს მიწაზე მიითრევს ცალით რა შვებოდაო მნიშვნელოვანია ახლა ეს ინფორმაცია ახლა საინტერესო არის არწივი რატო ქვია საქართველოს რა კავკასიას რატო ქვია არწივი არ უწივით დღეს სხვათაშორის დავიწყე ბატონი ავთანდილ გიორგობიანის წიგნის კითხვა ძალიან მაგარი ინფორმაციები აქვს რა ბატონ ავთანდილს აი უმაგრესი ინფორმაციები და სხვათაშორის ჩავიწერე კიდევაც სვანური გვარი არის ესეთი ნავვარელიანები არის ეგეთი გვარი მოიცავს სწორედ შეცდომით არ გითხრათ ერთი წუთით სწორად რომ გითხრათ ამ გვარის შესახებ რას დავაკვირდი ნახე ნავვარელიანები ხო სწორედ დამიმახსოვრე ნავერიანებიც არსებობს ნავერიანებიც და ნავერიანები იყვნენ ნავვარიანელების ან ნავერიანები
ნავერიანები მოდიან ნაუვარიანელების გვარიდან. როგორც მე მივხვდი რა, შეიძლება. ხო და ეს ნავვარიანელები, ხო? პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ნავ არის ნავი. ნავ. არიანელები არიან პირდაპირ გვეუბნება, რომ რაღაცა ნავთან არის საკითხი რა. რა ნავთან არის, რა ხომალდთან არის საკითხი, ეგ არის მნიშვნელოვანი. ანუ ეხლა აი ამ წიგნის განხილვა რო დავიწყო მე დღეს, ხო? დღეს ვერ დავიწყებ, იმიტომ რომ სხვა ლაიფია და უკვე გრძელი ლაიფი გამომივა და ნავერიანელებიც არიან ამათანაც ნავის ერები არიან, გესმის? ერიანები არიან. იანი კიდე იცით, ანი არის ღმერთი, ერი არის ერი ვიცით რაც არის და ნავი კიდე ვიცით რაც არის. ნავი არის ხომალდი. ეხლა რა ხომალდთან არის საკითხი? რა საკითხთან და რა ნავთან არის საკითხი? აი ეს უკვე ჩანს ბატონი ავთანდილის ნაშრომში, რომ ედენა იყო ადამ და ევა სამყოფელი. და ძალიან კარგად ახსნის ბატონი ავთანდილი ამ საკითხს, თუ როგორ კარგად ჩანს, ნახეთ, არსებობს ესეთი ადგილი სხვავა. ხო? და ამ სხვავას დაემატა და იყო მისი სახელი ერთ დროს ხვავა. ხუავა. ხო და კიდევ არის იქ ძალიან მაგარი სიტყვებია, კიდევ არის საკიო. საკიო, მოიცა ერთი წუთი ზუსტად ნახო, არ შემეშალოს. სახელი ერთ-ერთი ადგილის, რომელსაც ქვია ანუ მოიცადეთ ერთი წუთით. საკაო. აბა ეხლა საკაო დააკავშირეთ სააქაოსთან, ხო? ნახე რა მაგრეჯდება სააქაო, საკაო. ხო და აი ასეთი რაღაცეები მეგობრებო ჩვენს ენაში რომ შეფარულად არის, ყოველივე დაფარული ენასა შინა არსო, ხო? მეც მითხრეს და იოანე ზოსიმესაც უთხრეს ერთ დროს. სანამ იოანე ზოსიმეს ნაწერს გავეცნობოდი, მეც მაცნობეს გერმანიაში, რომ ყოველივე დაფარული ამასა ენასა შინა არს. მასში ვეძებოთ ჭეშმარიტებაო, ხო? მითხრეს ეს პირდაპირ ზეციდან მითხრეს. ხო და აქედან გამომდინარე ბატონმა ავთანდილმა სწორედაც ამ როგორც მე მივხვდი, მისი განდობილობა ჩანს იმაში, რომ მან ზუსტად ენის მიხედვით მიაკვლია ინფორმაციებს, ამ ენის მიხედვით მიაკვლია ინფორმაციებს, რომელიც არ აწყობდა საპატრიარქოს, რომ აი ეს გამჟღავნებულიყო და მადლობა უფალს, რომ ჩვენ ეს წიგნი გვაქვს დღეს და გამჟღავნდა, იმიტომ რომ ეხლა მე რასაც ვკითხულობ, საოცარი რაღაცაა რა. იმდენი ინფორმაცია იმალება ამ წიგნში, ვისაც გაინტერესებთ ეს წიგნი რა არის. მინდა გითხრათ, რომ ეს წიგნი რა საიდუმლოებას ინახავს რაჭის მთები, ედემის 64 არის მამა ავთანდილ გიორგობიანისა და გიული შალიკაშვილის ერთობლივი ნამუშევარი. ესე იგი, ლექსების სახით ქალბატონმა გიულიმ გადმოგცა ჩვენი ის ინფორმაციები, რასაც შეიცავს ქართული ენა და ქართული სახელები და მამა ავთანდილმა გადმოგცა ეს უკვე მეცნიერული ნამუშევრით. ხო და ზუსტად ნიკოლოსთან რო ვიდექი და რო მოდი ესე ვთქვათ რა, ნიკოლოს ნარიმანთან რო ვიდექი და რო ველოდებოდი, მე ვკითხულობდი ამას და ძალიან საინტერესო ინფორმაციები ამოვიკითხე და ჩემთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციებიც რა, რომელმაც გამიხსნა მე კიდე სხვა ხედვები. ხო და მიუხედავად აი მე რას ვამბობ რა ხალხო, იმის მაგივრად რომ ჩვენ აი ამენით ერთმანეთში საუბრობდეთ და ერთმანეთს უზიარებდეთ ესეთ ინფორმაციებს, ბრძოლა მიდის რაზე, იცი, ეს ჩემი ადგილი, არა ეს ჩემი ადგილიაო და ძალიან სამწუხაროა რა. არა მე ვარ პატრიარქი, არა მე ვარ პატრიარქი, არა მე ვარ პრეზიდენტი, არა მე ვარ პრეზიდენტი, არა მე ვარ პოლიტიკოსი, არა.
არა ეს ჩემი მანქანა არა. აი, იცით რა საცოდაობაა იმ ხალხის ჩემთვის რა საცოდაობაა ამის დანახვა? რა ვიცი, ადამიანი იქ ვერ გაჩერდება, ესეთ ქვეყანაში ვერ გაჩერდება, გაეცლება იმ ადგილს რა და ხო, კიდე ანქზე იყო საუბარი. ანქებზე იყო საუბარი და ეგეც ნიშნავს შუა საუკუნეებში ჰენრიხ ნავარელი, ჰუგენოტი, პროტესტანტი ბართლომეს ღამის მონაწილე. ნავარელი. აუ, იცით რა, აი მე ხმა რატომ აქ ეს ხედვა, იცით? ვისაც ენოქის წიგნი ისე მაგრად დამეხმარა ყველაფრის გარკვევაში, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა, როგორც ყველაფერი გამჭვირვალეთ რო ჩანს რა. სად რა როგორ იყო? აი დარწმუნებული იყავით იმაში, რომ ანქელიოსები, იგივე ანუნაკები, რომლებიც მოხსენიებული არიან ენოქის წიგნში როგორც დაცემული ანგელოზები, ხო? ყველანი იყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს ტერიტორიაზე იდგნენ რა. ძირითადად აი ეს 270 ანგელოზი, რომელიც ადამიანებს მეთვალყურეობდა, იყო საქართველოს ტერიტორიაზე დაყენებული. იმიტომ რომ აქ არის მთებზე საუბარი, აქ არის საუბარი ისეთ ადგილებზე, სადაც ზუსტად პირდაპირ საქართველოსზე არის მითითებული რა. ვინც ახლა გეოგრაფიულად საქართველოს იცნობს, ეს ტვინი, გეოგრაფიული ტვინი ჩემს მეუღლეს აქვს და მისი წყალობით ვიცი ბევრი რამე, თორე სკოლაში ჩვენ რა გვასწავლეს არც არაფერი. ხვამლის გვალა, ხვამლი ნიშნავს დალოცვილ გვალის ნიშანს. დალოცვილ გვალა ნიშნავს მთას. დალოცვილს გვალა ნიშნავს მთას, ანუ დალოცვილი მთა. ანუ დალოცვილი მთა არის ხვამლის მთა. ხო, დალოცვილი რითი იქნებოდა, ახლა გეტყვი რა. მათ ხო ისიც მივიდა ისეთი გაფრენილი რო ქონდა იმას. ავსტრიელ მართველს, ჰიტლერს. ხო და ეგ ადგილი იქნებოდა დალოცვილი იმით, რომ მანდედან აკვირდებოდნენ მთლიანად გათიშული ვარ, დაღლილი ვარ. ზეციურ თანავარსკვლავედებს. ხო და არა მარტო აკვირდებოდნენ, მანდ იყო ესე იგი ადგილები, სადაც იყო მონიშნული ისეთი სიხშირეების ადგილები, საიდანაც ინფორმაცია პირდაპირ მოდიოდა და ჩადიოდა თავში. აი აქ ჩადიოდა, აი. ყიფლიბანს რო ვეძახით ჩვენ. და ამის გამტარობით, ხო? უკვე კავშირი ებმეოდა, ახლა ჩვენ ტელეპათია დაგვავიწყდა რა არის, მაგრამ ტელეპათია იყო, როგორც დღეს მობილურები დაურეკავდი და უცბად იმასთან მოხდებოდი. როგორც ნარიმანი უკავშირდება დღეს სრულიად საქართველოს რა. ტელეპათიურად. ეხლა ჩვენ ტელეპათებს გიჟებს უწოდებთ, მაგრამ ტელეპათიური მიღება და გაცემა არსებობდა ოდითგანვე 1000 და 10000 წლების წინ. და მე როცა დააჩლუნგეს ეს კაცობრიობა და მონებად აქციეს და მონაზონებად ზღვენებად რო აქციეს, მე უკვე ეს ტელეპათიაც წაართვეს და რა თქმა უნდა თავისთავად დააყენეს როგორც რობოტებს გამოიყვანენ ახლა დღეს და დააყენებენ თავის მონებად. პორტალი იყო ხო? ხო, კი, ეხლაც არის პორტალი, იმიტომ არ უშვებენ იქ ხალხს. იქ უშიშროებას აქვს დაცული ის ადგილები, სადაც არ შეიძლება შესვლა. რაღაცა მანძილზე აღარ შეიძლება უკვე იქ თუ არ გაქვს საშვი.
ეფუთოს წიგნზე რა სიტყვით გსმენიათ რა? ხო, ეფუთის წიგნზე ამაზე აქ არის საუბარი ამ წიგნში და ეფუთის წიგნი არის წიგნი, რომლის მიხედვითაც მერე დაწერეს ბიბლია. და ეფუთის წიგნში ეწერა ზუსტად პირვანდელი ის კანონზომიერებები, რაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ წესით, მაგრამ თავიანთი გადაკეთებული ილიას აქვს სხვათა შორის ეგ ბიბლია, ეფუთის წიგნი აქვს. და მაგის მიხედვით არის მერე ბიბლია დაწერილი რა. ეფუთის წიგნი არის ქართულ ენაზე დაწერილი და ეს არის უპირველესი პროტოტიპი კი არა და ორიგინალი იმ წიგნისა, რასაც დღეს ბიბლია ქვია. ეფუთი. ეფუთში წერია ყველა ის ინფორმაცია, რასაც დღეს ბიბლია გვაწვდის. ამიტომ ეფუთს დასდევდნენ ფუსტებს, რომლებიც ამ წიგნს იცავდნენ, კლავდნენ და ეს მე-12 საუკუნეში კი არა, როგორც თამარ გაგაძე ამბობს. მე-19 საუკუნეში, მეგობრებო, მე-19 საუკუნეში ამ წიგნზე დაიწყო ნადირობა კომუნისტებმა. დაიწყეს ნადირობა. და ყველა დახოცეს, ვინც კი ეფუთს ფლობდა, ვისაც ეფუთი გააჩნდა ეს წიგნი, ყველას ჩამოართვეს და ყველას, ვისაც გაიგებდნენ, რომ ეფუთის წიგნი ჰქონდათ და მათ წაკითხული ჰქონდათ, კლავდნენ. იმიტომ რომ ეფუთი სიტყვიერათაც გადადიოდა. და მე ვფიქრობ, ვეჭვობ რა, რომ სხვათა შორის ვეფხის ტყაოსანი არის ერთ-ერთი წერილი ეფუთიდან. ესე ამბავი სპარსული ქართულად ნათარგმანები არ ვიცი სპარსული რატომ, მაგრამ მე ვფიქრობ და ჩემი ეჭვია, რომ ეს არის ეფუთის ერთ-ერთი ნაწერი, რომელიც თამარ მეფემ მოიძია და მოაძიებინა თავის მსახურებს რა. ნაზირ ვეზირებს. ამიტომ ებრძოდნენ მერე ვეფხის ტყაოსანსაც. ანუნაკები ჩამოდიოდნენ კავკასიელ თეთრ რასასთან. ანუნაკი რას ნიშნავს? არავინ არ იცის რას ნიშნავს. ანუნაკი ნიშნავს ანქი უნდა ეწეროს. ანკი, ანუნაკი არა. ანკი. გესმის? ანუნ არის მნათები და ანკი არის ისა აი როგორც მღვდელი ეგეთი რაღაცაა რა, ეგეთი რაღაც გამომხატველი. და მნათი მღვდლები რა, აი გასხივოსნებულები, ესე რომ ვთქვა, ანუნაკები. იგივე ანქ ჰელიოსები. ჰელიო არის მზე, ისა სინათლე, ანქი არის იგივე მღვდელი და ანქ ჰელიოსები ესე იგი სინათლის ღმერთები, ხო? სინათლის მატარებელი, გასხივოსნებულები რა. ძალიან საინტერესო ინფორმაციები გამოვა ახლა და იცოდეთ რომ განდობილები აი ერთ-ერთი იყო მამა ავთანდილი განდობილი, რო იცოდეთ. მამა ავთანდილი იყო განდობილი. მე მგონი მეძინება, ეხლა მეგობრებო, დავიღალე ლაპარაკი და მედია წერს სპარსული არაქრისტიანულად მოიაზრებაო. სპარსული არაქრისტიანულად მოიაზრება. ხო, მედია, აი უნდა გადამოწოდეს ეგ ინფორმაცია. რატომ მოიაზრება არაქრისტიანულად? მეგობრებო, ახლა წავედი მე დაგემშვიდობებით, ძალიან გამიგრძელდა ლაიფი და მეც ძალიან დაღლილი ვარ, აი თვალები მოხუჭდა, პირსაც ვეღარ ვამძრევ და უფრო და უფრო მეტი გაიხსნება ახლა ინფორმაციები, უფრო და უფრო მეტი. აბა გაკოცეთ ახლა გემშვიდობებით.
15 წუთში იწყება შობა. გისურვებთ საუკეთესო შობას და ეს შობა ყოფილიყოს თქვენთვის ქრისტეს ზეციდან ჩამოსვლა. გამოჩენა. ჩვენთვის ყველასთვის, თქვენთვის კი არა, მაგრამ ჩემთვისაც. ყველასთვის. იმიტომ რომ ჩვენ რჩეულები ვართ დარჩენილი მეგობრებო, მხოლოდ და მხოლოდ და რჩეულებს ეგენი ვეღარაფერს ვერ უზავენ. ვერაფერს ვეღარ უზავენ. ვეღარ გააქრობენ. როგორც კი რჩეულის გაქრობას მოინდობებენ, თვითონ გაქრებიან. იცოდეთ ეგ რა. დედამიწაზე აღმოჩენილია ატომური ბომბების აფეთქების კვალი. 1000 წლის წინ, 5-6 წლის წინ, ანუნაკება დედამიწა 5-6 წლის წინ დატოვეს. ხო, გეორგ, იცი რა? კი დატოვეს. ზოგიერთი ინფორმაციის წყაროთი ისინი მიწისქვეშა გარსში დაიმალნენ, რომ ეს ატომური აფეთქება გადაეტანათ. მერე ისინი ამოვიდნენ ისევ და გაუკვირდათ, რომ მაგ გადარჩენილებიც არსებობდნენ და ისევ დაიწყეს მასთან ინფორმაციების განდობა. მაია, მადლობა, სიხარული ხარ, რომ მეუბნება მაია და საყვარლებო თქვენ ყველა სიხარული ხართ მართლა. წავედი ახლა მე, მეგობრებო, კარგად გაკოცეთ და საუკეთესო წელიწადი დაიწყო. 2025 წელი იწყება, ჯერ არ დაწყებულა, 20 მარტს იწყება. და ცვლილებებიც იქიდან იწყება, რომ იცოდეთ. კარგად გაკოცეთ, მიყვარხართ.